რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას და პერფორმანს სოციალურ ქსელში ეხმაურება მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDA-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი. ლორა თორნტონი ხორუმის ცეკვის ვიდეოს აზიარებს და წერს ქართულო ოცნებავ. შენი დღეები დათვლილია. არავინაა თქვენს მხარეს, არც მოცეკვავები, არც IT და HR სფეროს წარმომადგენლები, დედები, ბავშვები, ბებიები. თქვენს მხარეს მხოლოდ რუსეთია და ისინი სუსტები არიან. ამასთან ლორა თორნტონმა ატლანტიკური საბჭოსა და ევრაზია ცენტრის მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების სტანდარტებს. ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად მას სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, აქაც არის პირდაპირ deep state-ის, ასე ვთქვათ, გამოვლინება. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობა, ხო, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავის დროზე 2012 წლამდე წამებით, მკვლელობით, ბიზნესის რეკეტით, ხელისუფლების მიერ, ასე ვთქვათ, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარებით და ასე შემდეგ, ხო? ვერ შეიგუენ იმას, რომ ამ ძალებმა ვერ დაიბრუნეს ხელისუფლება, ვერ დაიბრუნეს ძალაუფლება, თუმცა რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ შეეგუონ ბედს, ზუსტად ისევე, როგორც ამის გაკეთება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას.